გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. ევროკომისია 2025-2026 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს, თუმცა როგორც ევროკომისიის ანგარიში ანათქომი შენარჩუნდება მყარ მაჩვენებელზე 5-6%-ის ფარგლებში. ანგარიშის მიხედვით მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად კვლავ კერძო მოხმარება დარჩება, რომელსაც მხარს დაუჭერს ძლიერი სამოხმარებლო სესხები და რეალური ხელფასების მატება. მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდაც, რაც განპირობებული იქნება ბიზნეს სესხების დინამიკით და ძლიერი საჯარო ინვესტიციებით. ანგარიშის საუბარია რისკებზეც, მათ შორისაა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესები, თუმცა ექსპორტის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში სავარაუდოდ კვლავ უარყოფითი იქნება. პროგნოზს ახლავს განსაკუთრებულად მაღალი გაურკვევლობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოვლენებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის განვითარების თვალსაზრისით, რაც შესაძლოა უარყოფითად დაისახოს როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებელთა განწყობებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს თვის ბოლოს ეწევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მისიის ვიზიტის ფარგლებში საომავლო თანამშრომლობის დეტალებიც განიხილება. ნათია თურნავას განცხადებით, ღია საკითხები, რაც ფონდთან ურთიერთობაში არსებობდა, უკვე ამოწურულია და პროგრამის მიხედვით საშუალებადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი ფისკალური თუ მონეტარული სექტორი გადაჭარბებით არის შესრულებული. ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების ღირებულება გაიზარდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა მნიშვნელოვანია. ამ მიზნით კი გასულ წელს მარეგულირებელმა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა $500 მილიონი ღირებულების ოქრო შეიძინა. ნადია თურნავას ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით $99 მილიონი გაიზარდა, რაც წილად 2024 წლის დეკემბრის შემდეგ ოქროს ფასის გლობალურ მატებას უკავშირდება. აპრილის მდგომარეობით ჩვენი ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით თითქმის $258 მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს. გლობალურად გაზრდილია მათ შორის ცენტრალური ბანკების მხრიდანაც მონეტარულ ოქროზე მოთხოვნა და ვინც მოასწროას დაბალი კონიუნქტურის პირობებში ყიდვა, როგორც პრაქტიკულად ჩვენ მოვახერხეთ, ეხლა საკმაოდ დიდი ზრდა არის ამ ოქროს აქტივების მიმართულებით და სერიოზულ შენატანს აკეთებს რეზერვებში. საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა შემცირდა. საქსტატის ოფიციალური მოცემულობით 2025 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რკინიგზით გადატანილია თითქმის 7%-ით ნაკლები სულ 3 მილიონი ტონა ტვირთი. რკინიგზისგან განსხვავებით ზრდა ფიქსირდება ზღვით გადატანილი ტვირთების რაოდენობაში. კერძოდ, იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა თითქმის 4 მილიონ ტონამდე ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, 2025 წლის პირველ კვარტალში ამ გზით გადატანილია 37 მილიონ 200.000 ტონა ტვირთი, რაც წლიურ ჭრილში 33%-ით შემცირებული მონაცემია. სამშენებლო სექტორში მიმდინარე პროექტებს კადრები არ ყოფნის. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით დეფიციტური კვალიფიციური მუშახელია, რის გამოც ბიზნესს უწევს ანაზღაურების მატება. გარდა ამისა, წლიდან წლამდე მზარდია სამშენებლო მასალების ღირებულებაც. ასოციაციის ინფორმაციით, წელს ფასების შესამჩნევი მატება არმატურასა და ბეტონზე ფიქსირდება. რამდენი სამშენებლო ნებართვა გაიცა მიმდინარე წელს და რა პროცენტით გაძვირდა მშენებლობა. მარი მელიქიშვილი გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია მევესალმები ჩვენს მაყურებელს. სამშენებლო სექტორში ანაზღაურებების ზრდა გრძელდება. ამის შესახებ სამშენებლო დარგის წარმომადგენლები აცხადებენ და ამბობენ, რომ მიზეზი მიმდინარე პროექტების სიმრავლე და კადრების დეფიციტია, რის გამოც ბიზნეს სექტორს უწევს თანამშრომლების შესანარჩუნებლად ან ახალი კადრების მოსაზიდად ხელფასები გაზარდოს. როგორც ჩვენთან საუბარში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ზვიად თოიძე ამბობს, სექტორში ანაზღაურებების ინტენსიური ზრდა განსაკუთრებით ბოლო 3 წელია შეინიშნება. მისივე ინფორმაციით მოთხოვნა
კადრებზე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე ბიზნეს სექტორიდან ძალიან დიდია და აჭარბებს მიწოდებას. განსაკუთრებით დეფიციტური კვალიფიციური მუშახელია. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ამბობენ იმასაც, რომ საკადრო დეფიციტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მიგრაციაც გახდა, თუმცა მთავარი ფაქტორი მაინც წლიდან წლამდე მზარდი სამშენებლო პროექტების რიცხვია, რაზეც საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლებიც მიუთითებს. კერძოდ, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში გაცემულია 2358 ნებართვა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ზე მეტი შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მაღალი მონაცემია. ნებართვების 47%-ით თბილისზე მოდის. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში ნებართვები უმეტესად გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტებისა და სასტუმროების მშენებლობაზე. რაც შეეხება ანაზღაურებებს, ასევე საქსტატის მონაცემებით 2025 წლის მარტში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის მარტის თვესთან შედარებით თითქმის 23%-ით გაიზარდა. მშენებლობის სექტორში რამოდენიმე საინტერესო ტენდენცია. ხელფასები რო ავიღოთ, ფაქტიურად არის 50%-იანი ნომინალური დახელფასების 2 წელიწადში. ანუ 24 წლის მეოთხე კვარტალი გაზრდილია ხელფასები 22 წლის მეოთხე კვარტალთან 50%-ით, რაც მნიშვნელოვანი ზრდა შეიძლება არის აღნიშნოთ. მეორე რაც საინტერესო არის ის, რომ მშენებლობა ფაქტიურად დაეწია თუ არა გაასწრო უკვე, როგორც ყველაზე მაღალ ანაზღაურებადმა პროფესიამ, საფინანსო და საზღვაო სექტორს. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე, რაღაცა 3-5 წლიან პერიოდს თუ ავიღებთ, ვიცოდით, რომ ყველაზე მაღალ ანაზღაურებული სექტორი საქართველოში არის საფინანსო სადაზღვაო. მას გადაასწრო IT-მ და მას გადაასწრო უკვე მშენებლობამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რომ აღნიშნოთ. ძალიან მზარდი არის ეს თქვა პროექტების რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში და შესაბამისად ეს მოთხოვნა, ანუ როგორც კერძო სექტორიდან, სახელმწიფოდან არის ძალიან დიდი და მაგრამ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, იმიტომ რომ რესურსი არის ნაკლები, მუშახელის, კვალიფიციური მუშახელის განსაკუთრებით, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ხა ძალიან ბევრი, თქვა ასაშენებელია და რესურსი ამ ხრივ კვალიფიციური არის ცოტა. მით უმეტეს ახალგაზრდობაში მაინც და მაინც ეს თქვა არავინ არ მიდის, თქვა სამშენებლო სექტორი, ну ძალიან ცოტა კადრი მიდის, შესაბამისად ესეც რა თქმა უნდა ქმნის პრობლემას. ну რა თქმა უნდა ხა მიგრაციაც, მაგრამ მიგრაცია იმდენად დიდი პრობლემა არ არის, ამდენადაც ამ შემთხვევაში ეს თქვა კარგი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი ასაშენებელი და ბოლოს ცოტა არის შესაბამისად კადრი. ეს ეხა ბოლო წლების ეხა საქსტატის მონაცემებით რო ავიღოთ, ეხა ბოლო 12 თვის კუმულატიური ინდექსი არის ესე იგი 23%-იანის და არის ხელფასების. ყველა რგოლში აბსოლუტურად ეხა ჩემი კომპანიის იმად თუ ავიღებ, დაწყებული ესე კვალიფიციური მუშახელიდან დამთავრებული ინჟინერით ანაზღაურებების მსგავსად სექტორში გაზრდილია სამშენებლო მასალების ღირებულებაც, რაც საბოლოო ჯამში აისახა მშენებლობის ინდექსის ზრდაზე. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტის თვეში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2024 წლის მარტთან შედარებით 6.3%-ით გაიზარდა. უშუალოდ სამშენებლო მასალები კი წლიურ ჭრილში თითქმის 3%-ით არის გაძვირებული. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სამშენებლო მასალების ჯამურად 3%-იანი ზრდა მაღალი მაჩვენებელი არ არის, თუმცა არის რიგი მასალები, რომლებზეც ფასებმა მკვეთრა დაიწია, მათ შორის სახელდება ბეტონი და არმატურა. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ტონა არმატურაზე ფასის საშუალო $250 არის გაზრდილი, რაც მშენებლებს მძიმე ტვირთა დაწვებად. სექტორში არმატურის გაძვირებას ახალ რეგულაციას უკავშირებენ. კერძოდ, წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად იმპორტირებული არმატურა დაიბეგრა. კერძოდ, 1 ტონა არმატურის იმპორტზე მოსაკრებელი $420 განისაზღვრა. გადასახადი ძალაში 25 იანვრიდან შევიდა და არსებული ინფორმაციით 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. სამშენებლო მასალების იმპორტ-დამოკიდებულებას რაც შეეხება, სარემონტო მასალების განსხვავებით სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება. რამდენიმე ძირითად მასალას გამოყოფ, ეს არის მაგალითად ცემენტი, ბეტონი ბუნებრივია საქართველოში იწარმოება, ცემენტის დაახლოებით 80% იწარმოება საქართველოში და ძირითადი ნაწილი არმატურისის იწარმოებოდა საქართველოში. თუმცა გასულ წლებში ვიხილეთ, რომ არმატურაში გაზრდილია იმპორტირებული არმატურის წილი, რაც შედარებით იაფი ფასებით იყო იმპორტირებული პროდუქციის, შედარებით იაფი ფასებით იყო განპირობებული.
თუმცა არმატურაზე როგორც იცით 2025 წლის იანვრის ბოლოდან შევიდა ძალაში ტარიფი, სადაც რომელიც შეადგენს არმატურის ღირებულების დაახლოებით 25%-ს. რაც შესაბამისად მოსალოდნელია, რომ არმატურის ფასებს გაზრდის და შედარებით შეამცირებს იმპორტირებული არმატურის წილს. სამშენებლო მასალების ზოგადი ზრდა შემცირებული, მაგალითად წლიურად კუმულატიურად რო ავიღოთ, არის დაახლოებით 2-დან 3%-მდე. ეს გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ ლარის კურსი სტაბილურია და საერთაშორისო, ეს თქვა და იმ მასალებზე, რომელიც შემოდის საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, შესაბამისად თუ რაღაცა საერთაშორისო ბაზარზე ეცვლილება არ მოხდა, მათი გაძვირება მაინც არ ხდება, მაგრამ ძალიან ეს თქვა და მყისიერი გაძვირება მოხდა, ესე კანონმდებლობაში ცვლილება რო შევიდა არმატურასთან დაკავშირებით, მან გამოიწვია $150-250 ზრდა ტონა არმატურაზე, რაც ძალიან დიდი არის. უბრალოდ კუმულატიურად სხვა რაღაცებთან მიმართებაში მაგით არის 2-3%, მაგრამ ეს ძალიან მოქმედებს ჩვენი ტიპის ანუ სამშენებლო კომპონენტურ არმატურას ძალიან დიდი წილი აქვს და ასევე ბეტონზეც არის დაახლოებით 4-5 თვეში ერთხელ ზრდა. აქვე დასრულებულ პროექტებზეც მოგაწვდეთ ინფორმაციას. საქსტატის ბოლო მონაცემებით 2025 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 660,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის 698 ობიექტი. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 2/3-ზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, ესენია თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი და შიდა ქართლი. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. საქართველოს და ყაზახეთი ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. მხარეებს შორის ჩატარებული შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები მიზნად ისახავს ყაზახი ტურისტებისთვის საქართველოში სტუმრობის პროცედურების გამარტივებას და საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესებას. დაცვლებებია უკვე განხორციელებული და როგორია მხარეების საომალო გეგმები სტუმართან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარესთან გიორგი ჩახუტაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი წილი უკავია, ყოველ შემთხვევაში გვაქვს ამბიცია რომ ეკავოს ყაზახ ტურისტებს საქართველოში ტურიზმის სტატისტიკაში და შესაბამისად იმის გათვალისწინებით რომ ყაზახი ტურისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი კარგად მოგზაური ტურისტები არიან და კარგი მხარჯველი, ანუ ამ მიმართულებით ძალიან კარგი რეალურად სივრცე თითქოს გვაქვს. თუმცა ის პრობლემები, რომელიც უკავშირდება გარკვეულწილად ყაზახეთის მოქალაქეების თუნდაც ერთეული რაოდენობის, მაგრამ არ შემოშვებას ქვეყანაში, ქმნის თუ არა გარკვეულ პრობლემებს ამ მიმართულებით. დავიწყოთ იმას საუბრით, დღეს რა სურათი გვაქვს რეალურად და მთლიანობაში რას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ახალ ეტაპზე გადავდივართ ან არ გადავდივართ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ინტერესისთვის, მოწვევისთვის და ძალიან კარგი შეკითხვა. დავიწყოთ სტატისტიკით, როგორც თქვენ ახსენეთ, პირველ რიგში მინდა რომ ხაზი გაუსვა, ყაზახეთი არის სტატისტიკურად უკვე ბოლო 10 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნაკადი საქართველოს ტურიზმის ნაწილში. პირველი არის ყაზახეთი, მერე მოდიოდა პოლონეთი და ისრაელი. რა თქმა უნდა, ასეთი და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ისინი არიან მაღალმხარჯველები და ძირითადად მოდიან დასასვენებლად, თუმცა მეორე დიდი ნაკადი არის, რომელიც მოდის ყველაზე დიდი წილი რაც არის თქვა ექსპორტში, ეს არის მანქანების ექსპორტისთვის. ცხადია, ყაზახეთს ბევრი ალტერნატივა, თქვა პირდაპირი გადაფრენის არ აქვს, აქვს აზიური ქვეყნები და აქვს კავკასია, ხო? დანარჩენი სავიზო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ევროპა მათთვის მიუწვდენელია და ან რთულია და შესაბამისად საქართველოში ძალიან კარგი პირობებია იმისათვის, რომ ადამიანი ჩამოვიდეს და ისვენოს კლიმატური პირობები. ხა ჩვენ არ გვესწავლება ჩვენ მსმენელს და ენობრივი ბარიერი მათ არ აქვთ. თუმცა რაოდენობის ზრდასთან ერთად მოიმატა გარკვეულ ფაქტებიც. ეს ადამიანური ფაქტორიც არის, საზღვრებზე მათ არ თხოვენ, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს სავიზო რეჟიმი, თუმცა საზღვრებზე როგორც პროტოკოლი მოითხოვება უკან წასვლის ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ასე შემდეგ და მომრავლდა შემთხვევები, როდესაც არ უშვებენ ყაზახეთის მოქალაქეებს და არა მარტო მათ. ჩვენ ამოვიღეთ სტატისტიკა და გაირკვა, რომ ყაზახეთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მათ შორის, ვისაც უკან აბრუნებენ და ამ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა
მხოლოდ ყაზახეთისთვისაც, არამედ მთლიანად ტურიზმის დარგისთვის, იმიტომ რომ თუ სადმე მცირედი მაინც პრობლემა გვაქვს, ეს უნდა გამოსწორდეს. ჩვენ ამას გრძნობთ, როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, ყაზახეთის მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა, ჩვენი მეგობრების, ჩვენი წევრი კომპანიების თანამშრომლების და ზოგადად საელჩოში მომართვიანობაც გაზრდილია, თუმცა სტატისტიკა რო ავიღოთ, არც თუ ისე საგანგაშოა. დაახლოებით 206,000 ტურისტი იყო 2024 წელში და მხოლოდ 857 ადამიანია უკან გაბრუნებული. ეს 0.5%-იც კი არ არის სტატისტიკური მონაცემიდან და ჩვენ ეს გადავამოწმეთ Air Astana, რომელიც არის ძირითადად მთავარი ყაზახური ავიაკომპანია, რომელსაც შემოყავს მგზავრები ავიამიმოსვლით. მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი არის 0.26% მთლიანი მაჩვენებლის. და ეს ძალიან კარგია. თუმცა დღეს ჩვენ ცხოვრობთ მედია სივრცეში, არის უამრავი სოციალური მედია პლატფორმა, ყაზახეთში რა თქმა უნდა ეს სარგებლობს პოპულარობით და იქ წავიდა ნეგატიური ფონი, ვინაიდან გარკვეულებმა ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შემოუშვეს, დაიწყეს ნეგატიური ფონის გავრცელება და ნეგატიური ხმის გავრცელება თითქოს და საქართველოში ცუდად ეპყრობიან და უმიზეზოდ უკან აბრუნებენ. აი ეს სიტუაცია რომ შეიცვალოს, თუნდაც ის მცირედი სტატისტიკა. გასაგებია რომ რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა არსებობდეს ქვეყნებს შორის, შეუძლებელია რომ ახლა 100%-დან პირობითად 0.1%-ი ან 1% მაინც არ იყოს ისეთი რომ უკან გააბრუნოს, ეს ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში ხდება და მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც აბრუნებენ პარტნიორი ქვეყნებიდან. ამიტომ ამაზე ალბათ განსაკუთრებული აქცენტი არ გაკეთდებოდა, რომ არა სწორედ ის რა უკუშედეგი შეიძლება ამას მოყვეს. ამიტომ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავუშვათ იმ ერთეულმა შემთხვევებმა რეალურად არ დააზარალოს ორი ქვეყნის ძალიან კარგი და სტრატეგიული ურთიერთობა და პარალელურად ხელი არ შეუშალოს ყაზახი ტურისტების საქართველოს შემოსვლას. დიახ, სწორედაც ჩვენი განცხადებით ეს გავაკეთეთ, რომ პირველ რიგში პრევენცია გავაკეთეთ იმ გამოხმაურების და რეზონანსის, რომელიც ყაზახეთის მხრიდან წამოვიდა და ჩვენ დავიწყეთ ამაზე კომუნიკაცია უკვე ხმამაღლა სახელმწიფო უწყებებთანაც, რა თქმა უნდა, მათ შორის და არა მარტო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყაზახებთან დამოკიდებულებაში მხოლოდ საზღვარი არის და სახელმწიფო სტრუქტურები, თქვათ, რამეში ცდებიან, თუნდაც იმ მცირე რიცხვთან მიმართებაში, როგორც უკან აბრუნებენ. ერთია სტატისტიკა. სტატისტიკით ვხედავთ, რომ ეს არის ძალიან მცირე ციფრი და ეს ძალიან კარგი არის. და ყაზახეთი კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუშვას, სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია უკან გაბრუნების. მეორეს მხრივ ნამდვილად ფიქსირდება და შემიძლია პირადი გამოცდილებით და ძალიან ახლო წრით დავასაბუთო, რომ იყო გარკვეული ადამიანური გადაცდომები მესაზღვრეების მხრიდან, გარკვეული გამოკითხვის დროს უხეში პასუხის ან უხეშად ჩაძიების კონკრეტულ საკითხებში, რაც გარკვეული პირებისთვის ნამდვილად ყოფილა შეურაცხყოფელი და რა თქმა უნდა ეს ქმნის მერე საზოგადოებრივ აზრს და განწყობას. თუმცა ყაზახების ჩივილი არა მარტო საზოგადოების, ესე ვთქვათ, საზღვრის კვეთის საკითხზე არის, არამედ თითქოს საზოგადოებაშიც იგრძნობა მათ მიმართ გარკვეული ნეგატივი, ან ესე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ამპარტავნული დამოკიდებულება მათ მიმართ. თითქოს ისინი არიან რაღაც მეორე ქვეყნიდან. სად გრძნობენ ამას? ან ცოტა პირველი ტაქსით გზავრობის დროს. მაგალითად შეიძლება ნებისმიერ ტურისტმა იგრძნოს ანალოგიური დამოკიდებულება, თუმცა მე პირადად არ შემიჩნევია, რომ რომელიმე რაღაც განსაკუთრებულად ნეგატიური დამოკიდებულება ქონდა ყაზახი ტურისტებს. რა თქმა უნდა ეს მასიური ვერ იქნება და მადლობა ღმერთს რომ მასიური არ არის, ჩვენ თავს ხო ვიწონებთ სტუმართ მასპინძელი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენი ამოცანა როგორც გაერთიანების არის რომ ხელი შეუწყოთ უფრო მეტი ტურისტის შემოსვლას და ამ ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას. ანუ ჩვენ ყოველ ეტაპზე ამოცანა გვიდგას რომ ვისწავლოთ სად რა ბარიერი არის და ხელშემშლელი ფაქტორი. ერთია თქვათ საზღვარი, ეს მთელი ჯაჭვი ტურისტის მოძრაობის და მთელი გამოცდილება. ჩვენ ვახარისხებთ ამას და ნელ-ნელა ჩვენ გეგმა გვაქვს რომ გავყვეთ ამას ბოლომდე ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ვინაიდან ადამიანი შემოდის სხვადასხვა საზღვრიდან, საზღვრის სერვისი გასაუმჯობესებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არის ადამიანური გადაცდომები და შემდგომ ამაზე ვიტყვით რა რეაქცია ქონდა ხელისუფლებას. შემდგომ მოდის კერძო სექტორი, ეს არის ტაქსი, ეს არის სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები, აქაც სამუშაო გვაქვს. პირველ რიგში რომ დაკავშირებულება იყოს კურორტებსა და ქალაქებს შორის და მეორე მხრივ სერვისი იყოს მაღალი. მაგალითს ვიტყვი, ზამთარში
ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურორტი გუდაური არის სრულიად ფუნქციონალურად დატვირთული და ყაზახეთის სტუმრები ძალიან ბევრნი არიან და არის პირდაპირ ფრენები ყაზახეთის 5 ქალაქიდან ქუთაისის მიმართულებით საბიუჯეტო. თუმცა პირდაპირ ტრანსპორტი გუდაურსა და ქუთაისის შორის არ არის. ესეთი საკითხებია, რომელსაც ფოკუსირებული კვლევა ჭირდება და ფოკუსირებული შესწავლა ჭირდება, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო სექტორი. ეხლა ისეთი თემები ჩამოთვალეთ. თვითონ ყაზახი ტურისტები საქართველოში როცა ჩემოდიან, მე რა შემხებლობაც მქონია და რა ინფორმაციაც მაქვს. ძალიან ხშირად არის, როცა ჯგუფურად ჩამოდიან, ანუ მათ აქ ყავთ მასპინძელი, ისინი კონკრეტულად, იმიტომ რომ მათ შორის გიდების მომსახურებასაც როდესაც გირავენ, რაღაც ერთგვარი ჯგუფები შემოდიან ხოლმე. შესაბამისად, ისინი ალბათ ანუ ერთეული შემთხვევებისგან განსხვავებით დაუშვათ იგივე როდესაც სატრანსპორტო საშუალებას ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი. ანუ რეალურად ქართული კერძო სექტორის პრობლემა ჩნდება ამ ნაწილში და დაუშვათ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ან სადაც პრობლემა იყო დაუშვათ თქვენ თქვით რომ და გავყვეთ ამ ნაწილსო და გავყვებითო. აი იმ კონკრეტულ მიმართულებებს რომ გაყვეთ რეალურად ალბათ უფრო კარგად დაინახავთ რა სურათი და რამდენად აქვს ამას მასშტაბური ხასიათი. კიდევ ერთხელ კარგია რომ ეს არ არის მასიური და ვინც ჯგუფები ჩამოდის იმათ მასპინძლები ყავთ და შესაბამისად ეს საკითხები მეტნაკლებად ნიველირდება, ხოლო ვინც ინდივიდუალურად მოგზაურობს, იმ ხალხს ახლა ზოგი მოვა და იტყვის რომ პრობლემა მქონდა, ზოგი არა. მაგალითად მაღაზიებში ხვდებიან და სხვადასხვა მსგავსი ტიპის მომსახურების სექტორში, აი შემხებლობაში სადაც არიან უშუალოდ იქ ხვდებიან ასეთ მდგომარეობას. ჩვენ პირდაპირ კომუნიკაცია დავამყარეთ მაგალითად ხელისუფლებასთან, ვისთანაც შეგვიძლიათ ავიღოთ ტელეფონი, დაუკავშირდეთ და უთხრათ რომ ეს პრობლემაა და მათგან იყო ძალიან დროული და მყისიერი რეაგირება. მინისტრის მოადგილე მარია ქურევიშვილმა ჩაატარა შესაბამისი შეხვედრა, მათ შორის საზღვრის კი ბატონო, შინაგან საქმეთა წარმომადგენლების ესწრებოდნენ. დიახ და ფაქტიურად ერთის მხრივ წავა გამარტივება მოთხოვნების, მათ შორის უკანა ბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის და ამასთან დაგვფრინდნენ რომ ტრეინინგები ჩატარდება მესაზღვრეების, ესე ვთქვათ, სერვის პლუსის მიმართულებით. თუმცა ეს ერთი ნაწილია, რაც სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული და კიდევ ერთხელ ამაში კომუნიკაცია. კერძო სექტორთან ჩვენ თქვენი დახმარებით ვცდილობთ რომ კომუნიკაციაში გავიდეთ. რა თქმა უნდა არის დარგობრივი ასოციაციები, რომლებთანაც ასევე სამუშაოს ჩავატარებ, თუმცა ეს საშუალო და გრძელვადიან ეფექტს მოგცემს. თუმცა დღეს, როდესაც სეზონი იწყება, ჩვენი განცხადებაც, რაც გავაკეთეთ გაერთიანებით, ზუსტად კერძო სექტორის მიმართულებით იყო მიმართული, რადგან თუ გვესმის, რომ ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ტურიზმი, მაშინ შესაბამისად თითოეული ტურისტი არის მოსაფრთხილებელი და მოსაფერებელი. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ იარასტანა და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყაზახეთის 5 ქალაქიდან ხორციელდება ფრენები და მართლა ძალიან სერიოზული წინსვლა ამ ნაწილში. რამდენად არის დატვირთული ეს ფრენები, რამდენად დიდია ინტერესი ყაზახეთის მოქალაქეების მხრიდან, განსაკუთრებით ახლა როდესაც სასაფხლო სეზონი მოდის და ზღვის სეზონია და აი ეს ნაწილი, რომელიც ახსენეთ, რომ მაგალითად იგივე გუდაურსა და ქუთაისის შორის რომ არ არის ტრანსპორტი, ალბათ ამ შემთხვევაში ალბათ უფრო კერძო სექტორმა უნდა მოგისმინოთ, ხო, რომ რეალურად ამ მიმართულებით ეს რეალური შემოსავლის წყაროა თუნდაც ამ ნაწილში და ამ მიმართულებითი აქტიუროს. პრობლემა არა მხოლოდ დაუშვათ ტურიზმის ნაწილში, არამედ მთლიანობაში საქართველოში მომსახურების კუთხით რა მიმართულებებია, იმიტომ რომ თქვენი ნაწილი ყველა კარგად დაანახებს დაუშვათ იგივე სხვადასხვა ქვეყნების თქვენ მსგავსი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც რა ტიპის პრობლემებია ამ ნაწილში. მადლობა კითხვისთვის. დავყოთ რამოდენიმე ჯგუფად ყაზახი ტურისტები. ბევრს ეხლა რა თქმა უნდა პროპორციულად მგზავრებიდან ცოტას, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილს აქვს უძრავი ქონება უკვე საქართველოში, მათ შორის თბილისსა, ბათუმში და სამცხის კურორტებში და ისინი ჩამოდიან და ცოტა დიდი ხანი რჩებიან. დიდი ნაკადია ავტოექსპორტიორების, რომელიც საქართველოს მთლიან ექსპორტში 13% შეადგენს ყაზახეთში ექსპორტი და ეს საკმაოდ დიდი ციფრი არის. რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ტურისტსა და ასეთი ტიპის ჩამოსვლის შორის სხვაობა არის მათ ქცევასა და თქვათ სხვა მიმართულებით და პრობლემა იმაშია რომ მთლიან ჯაჭვში ჩვენ რაც ვისაუბრეთ, ჩვენ როგორი ტურისტი გვინდა, ჩვენ გვინდა მაღალმხარჯველი ტურისტი. ექსპორტიორი ჩამოვა მანქანა შეიძენს და ეს მისი ბიზნესია და ბევრი ბარიერი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ამას მაინც გააგრძელებს გარკვეულწილად, როდესაც ჩვენ ვიქნებით მიმწოდებელი. თუმცა ჩვენ გვინდა შემოვიდეს ადამიანი, რომელიც ან ინვესტიციას განახორციელებს, ან ტურისტულად თანხას დახარჯავს. პირველ რიგში ინვესტიცია რო განახორციელოს, არ შეიძლება უძრავი ქონება მივყიდოთ და მერე თქვათ საზღვრებზე და მაღაზიებში მათ ვეჭხუბოთ, ხო, პრობლემები შეუქმნათ და განწყობა გაუფუჭოთ.
მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანი მოდის თანხის დასახარჯად, ჩვენ თავაზობთ კი ისეთ კურორტებს და ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ საჭიროებებს შეესაბამება სრულად. მე მაგალითს ვამბობ, უამრავი ყაზახეთი დიდი ტერიტორიაა და მათი ძირითადი ბიზნესი არის წიაღისეულის მოპოვება და უამრავი თანამშრომელი და დასაქმებული ადამიანი ყავთ ამ მიმართულებით, რომლებსაც მე შესაბამისი გამოჯანმრთელება და გამოჯანსაღება სჭირდება. გახსოვთ ადრე საბჭოთა კავშირის დროს ბორჯომი წყალტუბო და ესეთი კურორტები იყო ძალიან დატვირთული. თუმცა დღეს ძალიან მცირე გვაქვს ჩვენ ესეთი ტიპის შეთავაზებები და ესეთი ტიპის პაკეტები მაგალითად ამ შემთხვევაში ტურისტულმა სექტორმა უნდა მაგისტრატა ჩვენ კერძო სექტორზე ვსაუბრობთ. ჩვენ კერძო სექტორზე ვსაუბრობთ, რომ ამაში არის დიდი რესურსი. ჩვენ ეხა ზუსტად თქვენ ეარასთან ახსენეთ და ეარასთან, ფლაიერისთან და სკატი არის სამი ავიაკომპანია ყაზახეთიდან, რომელიც დაფრინავენ ქუთაისსა, თბილისში და ბათუმში და ჯამურად 54 ფრენა ხორციელდება კვირაში. თქვენ წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი? ანუ რეალურად მოთხოვნა დიდია. მოთხოვნა დიდია, ნაკადი იქიდანაც არის და აქედანაც არის, შესაბამისად და სეზონურად კიდევ უფრო ემატება ფრენები. 27 მაისს იწყება ატირაო თბილისის პირდაპირი ფრენა. ატირაო არის ყაზახეთის მთლიანში და პროდუქტის 13%-ის გამომუშავებელი და ნავთობ წარმოებელი და მომპოვებელი რეგიონი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი კორპორაციები მუშაობენ ამ რეგიონში და ჩვენ ვიყავს კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ტურისტული კომპანიები, ვაწყობთ იქ ბიზნეს ფორუმს, ქართულ-ყაზახურ ბიზნეს ფორუმს და სწორედ ტურისტული კომპანიებს იქ ჩაყვანის მთელი არსი და მიზანი ის არის, რომ გავაცნოთ არადარგობრივი ორგანიზაციები, რომელიც ბევრ ადამიანებს ასაქმებენ, თუმცა აქეთ უკვე მიწოდება უნდა გაჩნდეს. თემა ამოუწურავია ყაზახეთ-საქართველოს ურთიერთობამ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალ დონეზე ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობის გათვალისწინებით, თუმცა ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა რომ კითხოთ საინვესტიციო კუთხით წლების განმავლობაში ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ ყაზახი ინვესტორები საქართველოს ინტერესდებოდნენ. ეხლა როგორი სურათი გვაქვს და დაუშვათ რეალურად თუ არის რეალური ინტერესი, არა უბრალოდ სიტყვების დონეზე და დაუშვათ როდესაც ორი ქვეყნის მაღლესი დონის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან საჯარო განცხადების, არამედ რეალურად, როდესაც ბიზნესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიახ, საქართველოს ინვესტიცია განახორციელოს. ამ მიმართულებით რეალური შედეგები გვაქვს? დიახ, გვაქვს. თუმცა რეაქცია ქონდათ, რომ ანუ არა. არა, ნახეთ როგორ არის სასურველი, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო მეტი არის. და მე პირადად როგორც საქართველოს მოქალაქე და ამ მიმართულებით მზრუნველი ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტი იყოს, თუმცა დღეს არ იძლევა გარკვეულწილად მზაობა არ არის დღეს საინვესტიციო პირდაპირ შემიძლია ესე გითხრათ. ისი მხრიდან არ არის? კერძო სექტორის მხრიდან. აი, მოდი ესე დავასახელოთ, სახელმწიფოს რო გავეშვათ და მათი, თქო, მამოტივირებული პროგრამები და პოლიტიკას რო გავეშვათ, კერძო სექტორიც პასიურობს. არ არის მზა შეთავაზებები და ინიციატივები ყაზახეთის პოტენციური ინვესტორების მიმართ და ესე არის. არა და ყაზახი ინვესტორები ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ესეთ კარგ ინვესტორებად სოფლიოში ამ ნაწილში. მე პირადად და ჩემი ბევრი პარტნიორი მუშაობთ მათთან და ინტენსიურად მუშაობთ, თუმცა ყაზახეთში ძალიან ბევრია საინვესტიციო და იქაც არის შესაბამისი გარემო, ეკონომიკა 10 ჯერ დიდი არის და განსაკუთრებული რამე უნდა შესთავაზო ყაზახი ინვესტორს, რომ უკვე საქართველოს მიმართულებით თუმცა შუადერეფნის ფაქტორი ამ ნაწილში ვერ გვეხმარება, იმიტომ რომ ყაზახეთი დიახაც დაინტერესებულია და ეს ჯაჭვი, რომელზეც ჩვენს გვაქვს ძალიან დიდი ამბიცია, ყაზახური ტვირთების საქართველოში შემოსვლა შუადერეფნის ნაწილში, ამ მიმართულებამ დავუშვათ ბოლო წლების ნაწილმა ვერ შეცვალა სიტუაცია. სიტუაცია შეცვალა, რა თქმა უნდა შეცვალა და გააუმჯობესა, რამოდენიმე პროექტი მიმდინარეობს ეხლა ფოთის პორტთან, ბათუმის პორტიც თვითონ ახორციელებს რეინვესტიციას და აქ არსებული კომპანიები და რამოდენიმე პროექტი განვითარების გზაზეა და ინვესტიციები ხორციელდება, თუმცა კიდევ ხალხს უსმენთ ის რა პოტენციალიც აქვს საქართველოს საინვესტიციო მიმართულებით და მით უმეტეს ყაზახეთიდან მოზიდვის მიმართულებით, იმასთან ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ. და ეს არის ჩვენი ერთის მხრივ შესაძლებლობად კიდევაც ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომ ეს გავაცოცხლოთ და წამოვწიოთ კერძო სექტორისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლოთ ბიზნეს პარტნიორის ეთერში გიორგი ჯახტაშვილი საუბრობდა.
უახლესი ტექნოლოგიების საინვესტიციო ბანკებისა და საბროკერო ორგანიზაციებისთვის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის თანამედროვე მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვის შესაძლებლობა. ამ მიზნით Galten Tagartმა საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციებთან GTN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელთან პარტნიორობითაც აქამდე უკვე შეძლო მომხმარებლებისთვის ინვესტირების გაუმჯობესებული გამოცდილება შეეთავაზებინა. თუმცა ახლა სიახლე შეეხო Galten Tagartis ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებული GT ტრეიდერის საშუალებით კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა. GTN-თან პარტნიორობით Galten Tagarti ახალ ეტაპს იწყებს GTN-ის ტექნოლოგიური პლატფორმის მეშვეობით. ეხლა უკვე ჩვენს Galten Tagarti აფართოვებს ბაზრებზე წვდომას და ეხლა უკვე ჩვენს მომხმარებლებს შეგვიძლია შევთავაზოთ წვდომა 50 საფონდო ბირჟაზე და 100,000-ზე მეტ ფინანსურ ინსტრუმენტზე. ეს ამყარებს Galten Tagartis ლიდერულ პოზიციას, როგორც წამყვანი საბროკერო ინსტიტუტის რეგიონალურ ბაზაზე. ჩვენ GTN-ში მოხარულნი ვართ, რომ თანამშრომლობთ Galten Tagartთან ინვესტიციებისა და ვაჭრობის ამ ინიციატივაში. ჩვენი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ერთობლიობით წამყვანი ორგანიზაციებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით შევქმენით პლატფორმა. ახლა Galten Tagartთან ერთად მუშაობთ ინვესტიციაზე, რომლის მიზანია ამ პლატფორმის ინტეგრირება კომპანიის ყოველდღიურ საინვესტიციო და სავაჭრო პროცესებში. საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა. Sakstat-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის მაჩვენებელმა 0.7% პუნქტით მოიმატა და 15% შეადგინა. ამასთან 2025 წლის პირველ სამთოში დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი 5,300 ადამიანით გაიზარდა და თითქმის 960,000 მიაღწია. ხოლო თვით დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 14,000-ით შემცირდა და 435,000 შეადგინა. უმუშევართა რიცხვმა თითქმის 4.7%-ის მატებით 240,000 მიაღწია. ასევე პირველ კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის და დასაქმების მაჩვენებლები შემცირებულია, შესაბამისად 55% და 47% შეადგენს ის. გენდერულ ჭრილში კი დასაქმების მაჩვენებელი უფრო მეტად ქალებშია შემცირებული. დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმის სახელწოდებით დასაქმების კვირეული გაიხსნა. საუნივერსიტეტო ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერული განვითარების მხარდაჭერას. კვირეულში მონაწილეობს 170-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია. დასაქმების კვირეული 23 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და ის ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის ამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ყველა ფაკულტეტის ჩართულობით იმართება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა მორიგი დასაქმების ფორუმი, რომელიც ჩვენთან სემესტრში ორჯერ ტარდება. ჩვენთან დღეს წარმოდგენილი იქნება მთელი კვირის განმავლობაში 170 კომპანია, კერძო კომპანიები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს დაასაქმებენ, მათ შორის მიმდინარეობს საუბრები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა და ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ყოველთვის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იყო ჩვენს კურსდამთავრებულებზე, საქმდებიან. ჩვენთვის ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებს მივცეთ არა მხოლოდ კარგი აკადემიური განათლება, არამედ მათ დავეხმაროთ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაში, რასაც ემსახურება ჩვენი სამსახური და დღევანდელი დასაქმების კვირეული, რომელიც გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, დავასრულებთ 23 მაისს და ეს იქნება ყველა დიდ სასწავლო კორპუსში. დასაქმების ფორუმი რეალურად ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და არა მარტო დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, იმისთვის, რომ მოიძიონ სასურველი ვაკანსია ან სტაჟირება მათთვის, მათი არსებული კვალიფიკაციის შესაბამისად. რეალურად მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ პირდაპირ კომუნიკაცია ქონდეთ პოტენციურ დამსაქმებლებთან, მიიღონ მათგან რჩევები, მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან ამ მიმართულებით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზით ვიმყოფები მრავალი წლის პარტნიორული ურთიერთობები და მეგობრობა მაკავშირებს რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ზურაბ გვიშიანთან. ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ინჟინერიის მიმართულებით არაერთ პროექტზე ვმუშაობთ. ჩვენი საექსპერტო კომისია, რომელიც ევროპის მასშტაბით თანამშრომლობს, დაინტერესებულია საერთაშორისო პროექტებში ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის ნიჭიერი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოიზიდოს. დასაქმების ფორუმი, რომელიც უნივერსიტეტში
უნივერსიტეტში გაიხსნა და 1 კვირა გასტანს, ასეთი სტუდენტების მოძიებასა და მათ დაინტერესებაში დიდად დაგვეხმარება. ახალი ელექტრონული სერვისის დანერგვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა თვით შეზღუდვის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ავტორიზაციის გარეშე მარტივად მოახდინოს საკუთარი მონაცემების შეყვანა. როგორ ხდება მოქალაქის რეგისტრაცია დამოუკიდებელ პირთა სიაში და რას გულისხმობს ეს პროცესი. ამ და სხვა აქტუალურ თემაზე სასაუბროთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის სტუმარია თინათინ კვატაშიძე და შემოსავლების სამსახურის სერვისების განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ და პრობლემურზეც და მას შემდგომ რაც 2022 წლის 1 მარტიდან რეალურად საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედა და უკვე შეიქმნა ეს სიად და ბაზაც ძალიან რამდენჯერმე მომიწია ამ თემას შევხებოდი და სულ ერთი იგივე კითხვა მაქვს, რამდენად რეალურად შედეგიანი აღმოჩნდა დაუშვათ ამ სიის გაკეთება. თუმცა თავდაპირველად რომ მაყურებლისთვის განმარტოთ, რას გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვის მექანიზმი საქართველოში, რას მოიცავს და მე უკვე დეტალურად მივყვეთ მთლიანობაში ამ პროცესს. მოგესალმებით, მადლობა თემი დაინტერესებისთვის. მოგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მიმართული არის ზუსტ სწორედ ლუდომანიის წინააღმდეგ. ამ ცვლილებების შედეგად საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულაციები საკმაოდ მკაცრ ჩარჩოში მოექცა. ერთ-ერთი ასეთი არის, როგორც თქვენ ახსენეთ, 2022 წლის მარტის თვიდან ამოქმედებული ცვლილება, რის შედეგადაც ნებისმიერი სახით, ნებისმიერ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა, გარდა წამახალისებელი გათამაშებისა, აიკრძალა გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჯგუფები აერთიანებს ისეთ პირებს, როგორებიც არიან 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები. ასევე ისეთი პირები, რომლებიც შეყვანილნი არიან აკრძალულ პირთა სიაში და დამოკიდებულ პირთა სიაში. კანონმდებლობით აკრძალულ პირთა სიაში შეიძლება მოხვდნენ სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები, ეროვნული ბანკის და მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლები, ასევე პირები, რომლებთაც აქვთ სოციალურად დაუცველი სტატუსი. როგორ ხვდებიან პირები ამ დამოკიდებულ პირთა სიაში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რეალურად თვითონ სურათი როგორია დაუშვათ ვინ მომართავს, ვისი საშუალებით თავად პირები რამდენად არიან აქტიურები ამ მიმართულებით და 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე სურათი როგორია ამ ნაწილში. ანუ რამდენად რეალურად მუშაობს ეს კანონი? კარგი კითხვა არის. დამოკიდებულ პირთა სიაში ხვდებიან ისეთი პირები, რომლებთაც აქვთ თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება. უშუალოდ სიაში მონაცემების შეტანა ხდება ან მოსამართლის გადაწყვეტილებით, ან თავად ამ პირების მომართვის საფუძველზე. საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ მოქალაქეს სრული თავისუფლება აქვს საკუთარი სურვილით შეზღუდოს მონაწილეობა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში. ამისათვის ის რეგისტრირდება ეგრეთ წოდებულ დამოკიდებულ პირთა სიაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირი მომდევნო 5 წლის განმავლობაში სრულად იქნება შეზღუდული აზარტულ თამაშებში მონაწილეობისაგან. იქნება ეს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თუ ფიზიკურ სივრცეში. გასულ პერიოდში ჩვენ მონაცემების შეტანის ორ გზას ვთავაზობდით მომხმარებლებს. პირველი ეს იყო ფიზიკური ვიზიტი შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, რაც გულისხმობდა ადგილზე მოსვლას და ოპერატორთან განცხადების წარდგენას და მეორე იყო ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული განცხადების გადმოგზავნის გზით. ამ შემთხვევაში პირს აუცილებლად უნდა ქონოდა RS-ის მომხმარებელი და პაროლი. თემის აქტუალურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაგვემარტივებინა, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა და უკვე 6 მაისიდან მომხმარებლებს ვთავაზობთ ახალ ელექტრონულ სერვისს, რომელიც განთავსებული არის ჩვენი ვებგვერდის სერვისების არეში. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ წვდომა ინტერნეტზე და კამერიანი მოწყობილობა, იქნება ეს სმარტფონი ან კომპიუტერი. ახალი სერვისით რეგისტრაცია გაცილებით უფრო მარტივია, სწრაფია, შეუფერხებელია. ასეთ შემთხვევაში, როგორც აღნიშნე, მოქალაქეს აღარ სჭირდება არც ოფისში მისვლა და არც RS-დან განცხადების
მის გადმოგზავნა. კი, პროცესი მოიცავს დისტანციურ იდენტიფიკაციას ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დღეღამის ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღის განმავლობაში. და რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მას SMS-ის სახით მიუვა დადასტურების მიზნის დადასტურების შეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შემოდის კონფიდენციალობის ნაწილი. რამდენად არის დაცული ამ თუ იმ პირის დაუშვათ კონფიდენციალობა ამ შემთხვევაში და იყო თუ არა რაიმე ტიპის პრობლემა კონფიდენციალობის დარღვევის ნაწილში. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენთან შემოსავლების სამსახურში დაცული ნებისმიერი ინფორმაცია გადასახადის გადამხდელების ან მოქალაქეების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთან მოქმედებს მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტი. ის არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკებთან. რაც შეეხება დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი პირების ინფორმაციას, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ის არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა მესამე პირებს და გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებისთვის თავისი მიზნის შესასრულებლად. კაი, ინაწილია. ვინ არიან ეს კანონით განსაზღვრული სუბიექტები? ამას არანაკლები მნიშვნელობა აქვს და დაუშვათ ეს ნაწილი ხომ არ საჭიროებს შეცვლას. ეს არ არის კონკრეტულად უშუალოდ შემოსავლების სამსახურის ნაწილი, თუმცა მთლიანობაში ვინ არიან ის პირები, ვინც შესაძლოა ამ ინფორმაციით სარგებლობა და მე სრულად შეგნებულად ვიკითხე, იყო თუ არა აქამდე რაიმე ტიპის პრობლემა ამ ნაწილში დაუშვათ კონფიდენციალობის დარღვევის მიმართულებით? პირველ კითხვას ვუპასუხებ, რომ ვინ არიან ეს პირები? ესენი არიან ყველა ლიცენზირებული სათამაშო ოპერატორი, ვისაც აქვს შესაბამისი ნებართვა და ვისაც აქვს ვალდებულება შეასრულოს შესაბამისი პასუხისგებლობები აკისრიათ. რაც შეეხება კონფიდენციალურობისთან და პრობლემასთან დაკავშირებით, ამ ჯერჯერობით არ ყოფილა არც საჩივარი, არ შემოსულა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სიაში მოხვდა პირი და რამდენად თავად ეს ლატარისა და სათამაშოების მომწყობი კომპანიები რამდენად ასრულებენ კანონის ამ მოთხოვნას და სიაში არსებული პირებს რამდენად რეალურად აქვს შეზღუდვები აი ამ თამაშებებთან? როგორც აღნიშნე, რეგისტრაციის შემდეგ დამოკიდებულ პირთა სიაში როცა ხვდება ადამიანი, ეს ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა ყველა ლიცენზირებულ სათამაშო ოპერატორს, ყველას ვისაც აქვს ნებართვა და მათ აქვთ ვალდებულება დაუყოვნებლივ დაბლოკონ ასეთი პირების წვდომა აზარტულ თამაშებზე, იქნება ბლოკავენ როგორც ელექტრონულად, ისე ფიზიკურ სივრცეში. სიაში მოხვედრის შემდეგ ეს შეზღუდვა მოქმედებს 5 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლის განმავლობაში ეს პირები არიან შეზღუდულები. რაც შეეხება თვითონ თამაშის ჩატარების ადგილს, რაც შეეხება ელექტრონულად ესენი ავტომატურად იბლოკებიან, ხოლო ფიზიკური სივრცის შემთხვევაში თუ მაინც მოხდა ისე, რომ ასეთი მსგავსი აკრძალული ან დამოკიდებული პირი მაინც მოხდა ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ობიექტში, ეს უკვე არის სამართალდარღვევა, იწვევს თვითონ უშუალოდ ამ კომპანიის დაჯარიმებას, ნებართვის მქონე კომპანიის დაჯარიმებას. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება? თუ გარკვეულ თანხას გადაცდება, კი. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ კი ასეთი დაჯარიმდება მსგავსი ჯარიმი დაჯარიმდება 3-ჯერ და მეტჯერ, ეს უკვე უქმნის თვითონ კომპანიას საფრთხეს ნებართვის დაკარგვის მიმართულებით. ანუ ის შესაძლოა მან საერთოდ დაკარგოს უფლება აწარმოოს, ორგანიზება გაუწიოს აზარტულ თამაშობას. ვიდრე მივალთ იმ ნაწილამდე, რომელიც სტატისტიკურ მაჩვენებელს ეხება, რომელიც არანაკლებ საინტერესოა. საერთაშორისო პრაქტიკა როგორია ამ მიმართულებით, ანუ რეალურად რამდენად არის ეს პრაქტიკა გამოყენებული სპეციალური სიის შექმნა და მე შედეგიანობის თვალსაზრისით, ანუ საერთაშორისო გამოცდილება ამ ნაწილში როგორია? საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მრავალ ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა. შესაძლოა ჩვენსავით არ არის, თქვათ, მოსამართლის ბრძანების მსგავსად დამატება, ზოგან არის, რომ სპეციალური კომისიები დგება და მრავალ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. რამდენიმე არის მაგალითად დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სინგაპური. უკვე მათ მას ჩვენს შეუერთდით 2022 წლიდან. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კარგი, არ ვიცი ამდენად კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. სტატისტიკურად რამდენმა 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე რამდენი ადამიანის გადარჩენა მოახერხეთ ამ ნაწილში, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ თავის დროზე ამ კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამ აზარტულ თამაშებზე, მათი ერთგვარი გადარჩენა მომხდარი იყო, რომ მათ შეზღუდოდათ წვდომა და შესაბამისად აღარ მისცემოდათ ამ მიმართულებით თამაში საშუალება და მაშინვე იყო სკეპტიკური დამოკიდებულება იმ კუთხით, რომ
რომ ეს გადაინაცვლებს იატაკქვეშეთში, რეალურად შედეგი არ გვექნება და შემდგომ. სურათი როგორია სტატისტიკურად? სტატისტიკური მონაცემები დღის მდგომარეობით ესეთი გვაქვს, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში არიან 27200-მდე ადამიანი. აქედან ეს ბევრია თუ ცოტა? ანუ რეალური სურათის გათვალისწინებით ქვეყანაში. რეალურისთვის, ახლა 1.600.000 არის აკრძალული პირები, რომლებიც კანონმდებლობით ხვდებიან. 27.200, აი მაგალითად, რაც შეეხება ჩვენს ახალ ელექტრონულ სერვისს, რომელიც სულ რაღაც 6 მაისს ამოქმედა, უკვე 272-მა მოქალაქემ ისარგებლა ამ ახალი სერვისით. ანუ 27.200-ში შედის ეს ჩვენი 272 კაცი და აქედან 59 კიდევ არის დამატებული მოსამართლის ბრძანებით, გადაწყვეტილებით. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ყველას, ვინც აი ამ სიაშია, იმედი ვიქონიეთ, რომ რეალურად არ დაარღვევენ აი ამ შეზღუდვას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც რეალურად ეს კანონმდებლობა ამოქმედა და ნახოთ შემდგომი წლების სტატისტიკური მაჩვენებლები როგორი იქნება. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, თინათი კვატაშიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.